მოგესალმებით ყველას, დაგიბრუნდით ახალი ვიდეოთი. ბოდიშით თუ ჩიდევის ჩიკ-ჩიკი გაწუხებთ უბრალოდ. რა ვიცი, ერთადერთი რასაც ვერაფერს ვერ უზავ, ვერაფერს ვერ გავაჩვევ, ეს უნება. და ასევე, როგორც შეტყობთ, ლოკაცია არის შეცვლილი ცოტა. იმიტომ რომ რემონტი მქონდა ამ ბოლოს თან ეს ტესტების და იმის გამო ცოტა მოგვიწია თავის შეკავება ვიდეოების გადაღებისგან. მაგრამ ახლა ვაგრძელებთ ჩვეულებრივად. არ ვიცი როდის დაიდება ეს ვიდეო დიდი როგორც უკვე ეროვნულების შედეგებს რომ გავიგებთ. არ დავბალავდა. მაგრამ ჯერჯერობით ეროვნულები არც მიწერია, არც ფონი გავეცდა და ამიტომ არის ცოტა ნამდვილად რომ ვიგებ. შეიძლება ეგრევე გადაჭრილ ვიდეოებთან ერთად დაიდოს ესეც, მაგრამ რავი, დიდი ალბათობით არა. ყოველ შემთხვევაში გაფრთხილებთ რა, რომ დააგვიანდეს ამ ვიდეოს ვწორებთ. ესე იგი, დღეს უნდა ვნახოთ ავატარი, არის უკანასკნელი ბრძანებელი პირველ სვამებთ, მესამე სეზონის მე-7 და მე-8 სერიები. წინა სერია საკმაოდ დიდი ხნის წინ ნახე, მაგრამ ძალიან კარგად მახსოვს ეს იყო. როკუს ისტორია, როკუს და სოზი. გაჩვენე მეთქი უბრალოდ კურსის მეფშერების. როკუს და სოზინის ისტორია, ნახეთ მათი დიდი ხნის მეგობრობის შესახებ გავიგეთ და გავიგეთ ასევე ის, რომ სოზინი და როკუ არიან ორივენი ზუკოს დიდი ბაბუები. როკუ დედის მხრიდან, სოზინი მამის მხრიდან. ძალიან მაინტერესებს ახლა ზუკო რას იზამს, იმიტომ რომ ძირითადად ზუკოზე არის დამოკიდებული რაც მოხდება ახლა, იმიტომ აი რომ გასარკვევად თქვა რომ შენში მიმდინარეობს ეს ბრძოლა სიკეთის და სიბუროტოს შორის და პირდაპირ მნიშვნელობით მიმდინარეობს ბრძოლა მეორე სეზონის ფინალშიც ვნახეთ, ახლაც ვნახავთ და რა თქმა უნდა ზუკო საბოლოოდ ჩვენ მხარეს გადმოვა. ცხადია ისედაც. ვნახოთ ახალი სერია, ჩემთვის ახალი. ვნახოთ რით გაგვახარებენ ამჯერად და ვაღარ დავკარგოთ. ავატარი, არის უკანასკნელი ბრძანებელი. მესამე სეზონის მე-7 სერია. 3, 2, 1 დავიწყოთ. და აჭარანეთ ქომა. მიწა. ეცრი. აერი. დიდი ხნის წინ 4 მშვიდობიანად ცხოვრობდა. ყველაფერი შეიცვალა, როდესაც ცეცხლის ერმა ბრძოლა დაიწყო. კი ბატონო. მათი შეჩერება მხოლოდ ავატარს 4 სტიქის. ეს ის როკუ. მაგრამ როდესაც ავატარი მსოფლიოს ყველაზე მეტად ჭირდებოდა, ის გაუჩინა. ზუკოს დიდი ბაბუა. 100 წელი გავიდა და მე და ჩემმა ძმამ ახალი ავატარი ვიპოვეთ. ის აერის მბრძანებელი ანგია. მისი საოცარი შესაძლებლობების მიუხედავად კიდევ ბევრი რამ უნდა ისწავლოს, სანამ ვინმეს გადაარჩენს. თუმცა მჯერა რომ ის მსოფლიოს ერთი ცეცხლის ბრძანებლობა და უნდა ისწავლოს ახლა. ავატარი აერის უკანასკნელი ბრძანებელი. ავატარის წინა სერია. ეს წინა სერიებში სულ ავიწყდება. ერთი ეგოისტობ და არაფერ შეგვეხმარება. ჰა? მისმინე, შაქრის დედოფალო. ამის გახსენება რატომ გადაწყვეტეს? მისთვის მიწის მართვა მესწავლებინა. ამიტომ ნუ მეუბნები რომ ეგოისტი ვარ. რატომ გადაწყვეტეს ამ მომენტის გახსენება? ავატარი ცოცხალია. მინდა რომ იბო. კულელი. ეს იგიშია. როგორ უნდა დავამარცხოთ ის, ვინც ყველაფერს გონების ძალით აფეთქებს? მესამე წიგნი, ცეცხლი. კარგი. ძებნი. ძებნილი. ეს როგორ გამიკეთე? მიღავადე? ეს დადგმა არა თუ რა ხდება? 3 დღით ადრე. ეგეც ვიცოდი რომ რამდენიმე დღით ადრეც განახებდნენ. ამ ტოპმა და კატარამ კიდევ იჩხუბეს თუ რა დაიმართოთ ამჯერად უფრო სერიოზული ჩანს. ვისაც შეიძლება გვატყუებდნენ და დადგმა იყოს ჩვეულებრივი. თვარებ და ხუჭული? ოფის ტექნიკა. რა თქმა უნდა ზურგზე რო აქვს ნაიარევი. აზულას ელვისგან ცოტა უცნაურად ჩანს.
იქნებ შენი ვერჩევა გაგეთვალისწინებინა, ტოპ. ნამდვილად. რა ხდება? სიფინძურას ვერ იტან? მადამ კოხტა შარვლიანო. უკაცრავად. ხომ არ გაგწუწე ფეთხუმო? ახლა დაიწყო ისე. შესვენება გვაქვს? სოკა. ზურგიდან გიტევ. ზოგა, ზურგიდან შეტევა არ გამოგივა, თუ ასე იყვნენ. ნამდვილად. ტალახის ღვეძელს არ გასინჯავ? ტალახის ღვეძელს მე გაგასინჯებ. გოგოებო, მეგონა მე მავარჯიშებდით. კარგი. დღეს საკმარისად ივარჯიშე შემოსწავლე. სანამ კატარა მოწესრიგდება, წამოდით. გავერთოთ. მაგარია. როგორ ერთობა ტოპი ბიჭებთან? რომ შეკრი ქორებს შეხედე. ისიც ერთს ასეც მეც ვიყიდი. თუ ასეთი მეყოლება ლაპარაკი აღარ მომიწევს. ეს უფრო შეტყობინებებს გავუგზავნე. ხო. უნდა გითხრა, რომ შენი ჩუმატყოფნის იდეა მომწონს. ბავშვებო, ჩვენი ბოლო ვერცხლის მონეტით რა უნდა ვიყიდოთ? მაგ მონეტით მე არცი, ამის დიზაინი ახლა მომწონს. როგორც არის. ეს თმები უხდება. თან ბენდენაც უხდება. აქ მხედველობა ვერ დაგეხმარებათ. ხო, გრძნობა. ვერავინ ამბობს, რადგან ვაჭარი ბოლო წუთს ქვას აგდებს. კი. ამას მიწის მართვის დახმარებით ვგრძნობ. კი. Hey, თქვენ, გინდათ მეგობრულად ვითამაშოთ? ერთი სული მაქვს. როგორ შევძლებ? ოპა. ვერ ვხედავ. ერთი სული მაქვს, როდის ეთქვის სტოპი რო. ქვარობის როლე რეპუნტიაო. იღბას მხედველობა არ სჭირდებოდა. არა. მოსა უკან შეაგდო? თუ ტოპმა იგრძნო უბრალოდ. ოჩახდობ. ოჩა, გამოიცანი. შესანიშნავი მოთამაშე ხარ. არ გინდა თამაში უფრო საინტერესო გავხადოთ? უფრო საინტერესო? როგორ? მოკლედ. შენ მეგობრის ხმალს ჩამოხვალ. ვერცხლის 20 მონეტას და თამაში უფრო გვაწყობს. თანახმა ვიქნები თუ 40 მონეტას დადებ. კარგი 40 მონეტა იყოს. კაი, ახლა მან რაც ჩაყარი 20-ზე ნაკლები იყო ჩვენი. მიწის ბზაილობით. კი. ეგრეც ვიცოდი რომ ერთხელ მაგას გააკეთებდა. მაპატიე პატარა ქალბატონო, მაგრამ სწორია. მოვიგე. ვაუ, საფოლ. ნუ მე ტოპის ხარის სორამჭერად. ფული ტოპმა იშოვა. კაცი მოატყუა, რომელიც თასების გადაადგილებით. კი. თაღრითის მოტყუება ასაგებად მიწის არც ცუდია. ესე იგი მოატყუა. ხოლოდ იმიტომ მოვატყუე, რომ ის კაცი იტყუება. კი. მატყუა რა მოვატყუე. ნამდვილად ზუსტად იგივეს თქმა მინდოდა. იმის თქმა მინდა, რომ ასე არ უნდა ვიქცეოდეთ. რატომ? იმიტომ რომ ეს გართობაა და შენ გართობა გძულს? გართობა არ მძულს. აი, ნახეთ. სახალისოა. კატარა, როცა გინდა მაინც მაშინ არ გამოგდის. ავატარის სიტყვას გაძლევ, რომ ასე აღარ მოვიქცევით. ავატარის სიტყვას. ოხა, შენს გაიოხრები ხარ. ტოპსაც მობეზრდა როგორც ჩანს. ნუ ფაქტობრივად არაფერი ისეთი არ არის. ანუ
თაღლითებს ვატყუებთ ახლა. აი თუ ტოფი გადავახადა რატომღაც ისეთი შეგრძნება მაქვს რომ გადავა პატიოსანი ხალხის მოტყუებაზე. მაგ შემთხვევაში უკვე კატარას მხარეს უქნები. კარგი, ახლა ეს უკვე ნამეტანია. ბავშვებო, მგონი ზედმეტი მოგივიდა. კი. თუ ასე განაგრძობთ, ამჯერად კი. მოხდება. შეგიძლია სიმკაცრე ერთხელ მაინც დაივიწყო და ახალგაზრდებია უკაცრავად რატომ ვფიქრობ, დაიჭირეს შეიძლება სტოფი? დავიყო? ველური ბავშვი გავხდე? ო, რატომაც არა. იქნებ მერე მაინც მიხვდე როგორ ვერთობით. შემოქმედე. სოფლიოს გარშემო მრობთ, ფულს ადვილად ვშოულობთ. ვერთობით და მშობლებიც არ გვეუბნებიან რა უნდა ვაკეთოთ. მშობლები არ გვეუბნებიან. გამოიქცევი. კი. მნიშვნელობა აქვს. ისინი გაკონტროლებდნენ. ამიტომ გაიქეცე. ტოფის მშობლებს ნახავთ ამ სერიაში? თითქოს მათ ვერიდან, მაგრამ ასე არ არის. თავსდამაშობლებს. მართლა მძულს. ასე არ ვფიქრობ. ჩემი აზრით მშობლები გენატრება, მაგრამ ამას არ კი. ამიტომ გიჟივით იქცევი. ო, მისმინე. სახლიდან იმიტომ გავიქეცი, რომ მანგს დავხმარებოდი. იცი რა, სულ ერთია. თაღლითობას არის გვა და არ გჭირდება. ისედაც ვიღაც სამთვალიანი შეშლილი დაგვდევს. იცით სამთვალიან შეშლილზე გამახსენდა. გაიხსენს, როგორც კი. მოდით, ფეთქებადი ხმაურიანი კაცი დაუძახოთ. რა სიტყვით? საშინელება. უბრალოდ დაბეჭდეთ. ფული საკმარისად გვაქვს. უნდა გაჩერდე. მაშინ გავჩერდები, როცა მომინდება. შენ ვერ მიბრძანებ. ოპ. მეთქი კატარა მქნა რამე. რა გამახსენდა? წავალ და დავხარჯავ. მოგვიანებით ვნახავთ. კორო, კეთილი იყო შენი მობრძანება ავატარის გუნდში. მე სოკამ ქვია და შენი ახალი პატრონი ვარ. უნდა გაგაფრთხილო, რომ ჯგუფში ლემური უკვე გვყავს. ამიტომ ჭხუბი არ დამანახო. საყვარელი შიკრიკი ქორი ხარ. ვის აქვს ლამაზი ფრთები? ეს ტოფია. მართალი ხარ ქორო. ეს სუდია. ტოფი უკვე გამოაცხადეს წებნაში. ტოპ, როდესაც ქალაქში ვიყავი, ისეთი რაღაც ვიპოვე, რაც არ მოგეწონება. თუ ხმით ვიმ. კი რას დაინახავს? ალბათ იმას გულისხმობ, რაც ამ ფურცელზე წერია. ეს განცხადება, შენზე ძებნაა. წაიკითხე შედებილო. ძებნილი შეგარქვეს. განცხადება ძებნილზე? მაგარია. ძებნილი. ჩემი ახალი მეტსახელი მომწონს. არც ისე. არა გიშას. ო, კარგი სურათია, მაგრამ ტოპ, ვერაფერს ხვდები. იქნებ კატარა მართალი იყო და თაღლითობით ზედმეტ ყურადღებას ვიქცევთ. შენი დასავით ნუწუწუნებ. ამას სხვა მხრიდან შეხედე. ახლა ბევრი ფული გვაქვს და თავდასხმის გეგმას მოვახმართ. სანამ აქეთ არ დაგვესხნენ თავს. აპასთვის ჯავშნის გაკეთება მინდოდა. აი ცოტა ფული აიღე, რომ ცეცხლე სამეფოს კარგი რუკა იყიდო. იცი რა? ატლასი იყიდე. ატლასები მომწონს. რა თქმა უნდა მოგწონს. ამიტომ ეს განცხადება ჩვენს პატარა საიდუმლოდ დარჩება. და ახლა ვიღაცა უსმენს, არა? თუ არა? სოგა, არ მითხრა რომ ეს ფრინველი იყიდე. ეს უბრალო ფრინველი არ არის. შიკრიკია. ახლა შეტყობინებებს მთელ მსოფლიოში. ბებიასთანაც კი გავგზავნით. მაგარია, ეს როგორ ხდება? იცი ამაზე არ მიფიქრე. ო, გორო? ბებია. სამხრეთ პოლუსი. რა იცი სამა ბებიაში? გონი გაიგო. ესეც ჩვენ ჩხუბი. ჩუბი ქორი ხარ. რელიზი მოამზადა აჭარა.com-მა. ნახეთ ვინ შემოგვიერთდა. სად იყავით ისევ თაღლითობდით? თაღლითობდით. როგორც ხვდები არ ფიქრობ რომ ეს საშიშია.
არა, ასე არ ვფიქრობ. რაც არ მომწონს სახე. კარგი. მაშინ ეს რა არის? არ ვიცი. სერიოზულად ხალხო რა გჭირთ? ვერ ვხედავ. ნამდვილად. ეს განცხადება. ძებნილი ხარ. ახლა ასე გეძახიან. ამაყო? ეს სადნახე. ნიშნულობა არ აქვს სადნახე. ფაქტია რომ ჩემს ნივთებში იქეკებოდი. ამის არეულობა გქონდა, ამიტომ შენი ნივთების დავაგება გადავწყვიტე და ამას გადავაწყდი. ეს ტყუილია. ტყუი კატარა. კარგი, ტყუილია. ნუ ტოფი გძნობს. და ვიცოდი რომ რაღაც ხდებოდა. ვიცოდი რომ რაღაცას მალავდი. მართალიც ყოფილვარ. ვერ საწახვალ სანამ გელაპარაკები. მართლა დედიკო. ვიდერასიზა, ჩემს ოთახში გამომკედავ. ვაუ. არ შეგიძლია იმიტომ რომ დედა ჩემი არ ხარ და არც მათი დედა ხარ. არასდროს მithქვამს რომ თქვენი დედა ვარ. არ გითქვამს, მაგრამ დედასავით იქცევი. გონია უფროსობა შენი საქმეა, მაგრამ ასე არ არის. შენც ჩვეულებრივი ბავშვი ხარ, ასე რომ გაჩერდი და ნომასწავლი რა უნდა გავაკეთო. იმას გავაკეთებ, რაც მომინდება. ასე არ ვიქცევი. სოკა, დედასავით ვიქცევი? ამ საქმეში არ ჩავერებ. შენ რას ფიქრობ, ანგ? დედასავით ვიქცევი? იცი მე თვალს ნუ ისრეს და გარკვევით ილაპარაკე. დიახ მე ახლა ვაუ, თან დავტკიცე უკვე. ყოფილი არც მე შემიძლია. დიდი ხანია მინდოდა მეკითხა, სოკა უფრო დიდი არის თუ კატარა? ანუ არ საკითხი მისხლობ. ისე ჩანს თქოს კატარაა უფროსი, მაგრამ გამოვცადოთ. ერთი აზრი მომივიდა. ნავი. თქმა უნდა კატარას წერილს გავუგზავნი, რომელშიც ეწერება, რომ წერილი ტოფისგან არის და ბოდიშის მოხდა უნდა. შემდეგ ყველანი კვლავ ტოფი როგორ დაწერდა წერილს შესულება. იდეებით ისევ მაოცე მეც. ჩემი ნიჭია. ძვირფასო კატარა. ყველაფრისთვის ბოდის გიხდი. შენი მეგობარი ტოფი. ტოფი ვერ დაწერდა სულება. შეკრიკმა ცოტა დაამუღამა. ვიცი რომ ეს შენგან არის სოკა. ტოპს წერა არ შეუძლია. ყველანი მაგიჟებთ. ნამდვილად. ვერ ვიჯერებ როგორ დაგავიწყდა რომ ტოპმა წერა არ იცის შენ ხარ სამბობ შეახსენე. გეგმაზე გადავიდეთ და ტოპს კატარასგან წერილი გავუგზავნოთ მგონი მსგავსი პრობლემა შეგვექმნება. ნაბატი ეკონ. ტოპს. ყურების გარეშე უნდა აუ. საბა, უნდა ვილაპარაკოთ. კატარა. მოდი გამოვიცნობ. აქ მომიყვანე რათა მითხრა რომ შენი და ისეთი გამაღიზიანებელი არ არის როგორც მგონია. არა, ამაში ვერ შეგედავებ. ჰა? ყოველთვის ყველაფერში მართალია, უფროსობა და სხვის საქმეში ჩარევა მასწავს. ო. ვაი. ვიცი ამას როგორ ეგუებით. სინამდვილეში გარკვეულწილად მასზე ვარ დამოკიდებული. არაფერი მესმის. როდესაც დედა ჩვენი გარდაიცვალა, ეს ჩემს ცხოვრებაში ურთულესი პერიოდი იყო. ოჯახში არეულობა გქონდა, კატარას ძალა აღმოაჩნდა. თავის თავზე დიდი პასუხისმგებლობა აიღო. კი. სიცარიელის შევსებაში დაგვეხმარა. ორივეს დიდი პასუხისმგებლობა გაქვთ აგებული, სიმართლე გითხრათ. მაგრამ კატარა ამ შემთხვევაში უფრო ისეთია. ეს არავისთვის მithქვამს. ო? გულახდილად უნდა გითხრა, რომ არ მახსოვს დედა ჩემი როგორ გამოიყურებოდა. აა. თითქოს მთელი ცხოვრების მანძილზე ჩემზე კატარა ზრუნავდა. ყოველთვის ჩემს გვერდით არის. და ახლა, როდესაც დედა ჩემის გახსენებას ვცდილობ, კატარას სახელი. მხოლოდ კატარა წარმომიდგება. სიმართლე ის არის რომ ხანდახან დედასავით იქცევა. მაგრამ ეს ყოველთვის ცუდი არ არის. თან აგვიგრძნობს, კეთილია და ჩემზე ნამდვილად ზრუნავს. ის ჩემთვის დედაზე მეტია. აჰა. მისთვის ამის თქმა არ გაბედო. არც არის საჭირო. მოდ ვიქნები. მისმინეთო. მინდა რომ კატარა გაჩერდი. ბოდიშის მოხდა საჭირო არ არის. სულელივით ვიქცეოდი. ზედმეტი მომივიდა და ყველაფერი დასრულებულია. სინამდვილეში ბოდიშის მოხდას არ ვაპირებდი. ჰა? შენთან ერთად თაღლითობა მინდა. რა? რა? ჩემთან ერთად თაღლითობა გინდა? უბრალოდ თაღლითობა არ მინდა. მაგრად უნდა გავერთოთ. რა სიტყვით? მხოლოდ მე და შენ. ბოლო თაღლითობა. თანახმა ხარ? ხო ვიცი რომ თანახმა ვარ. მითხარი რა აზრი მოგივიდა. ანუ ის დადგმა იყო. თავიდანაც ვნახეთ დადგმა იყო. გეგმა მარტივია.
განცხადებაში წერია, რომ შენ სანაცვლოდ ბევრ ფულს გადაიხდიან. 10 ჯერ მეც გადაგიხდიან, რაც შენი თაღლითობით იშოვე. ამიტომ დაგასმენ და ჯილდოს ავიღებ. შემდეგ კი სტიქის მართვის დახმარებით ციხიდან გამოვიქცევით და ჩვენ ნამდვილად. ვერ გამიკეთე. მიღალადე? კი. ყველაფერი შენი ბრალია. სწორად მოიქეცით, როდესაც ზებნილი დაასმინეთ. სწორი საქციელი ჯილდოს იმსახურებს. ო, მიხარია ამას რომ ამბობთ. მაგრამ ჯილდო მართლა მინდა. რა თქმა უნდა, წამოვბრძანდით. რაღაც ეგ არ მომწონს. ნუ ტოფი მარტივად გათავისუფლება უპრობლემოდ. ეს საკანი რისგან არის დამზადებული? ხისგან. მოიცა ხისგან. ვაი. ის არის. ამ გოგოს ეძებდით. აუ შე. ნაგავო კაცო. თაღლითობა ამდენ ხანს უნდა მე სამაზე ვფიქრობდი. ეს ძალიან ცუდია. თქვენ ორნი კარგად მოიქეცით. უფრო სიაფა იქნება. აი თურმე რატო იყო ტოფისის გამოკრო, თაღლითობის გამოკი არა. ნამდვილად წყნარად იკავით თქვენ ორნი. მოიცადე, ეს მახეა. მართლა? აი ხუმრობ? ხის საკანში ამიტომ ხომ არ შეხედვართ. როგორ მიხვდი რომ ეს მახე იყო? ეს მახე ჩვენთვის არ არის კატარა. სატყვარები ვარ. ანგისთვის კი, აბა. ვერ ვიჯერებ რომ ასეთი სულელი ვიყავი. ხედავ, თაღლითობის წინააღმდეგი ამის გამო ვარ. ვიცოდი რომ ასეთი რამ მოხდებოდა. კარგი, მე ვერ წარმოვიდგინე. ვიცი. შენთვის იმის ჩვენები. მე ვერ წარმოვიდგინე რომ ის არის. მინდოდა მე ჩვენები. ამ ტიპის ბრალი იყო. კატარა, ხიარული ხარ. ყოველ შემთხვევაში შენთან კამათი სახალისოა. ვიცი რომ შობლებთან რთული ურთიერთობა გაქვს და არ უნდა მეთქვა რაც ვთქვი. არა უშავს. ძალიან გავბრაზდი, როდესაც ეს თქვი, იმიტომ რომ ალბათ იმიტომ რომ ეს სიმართლეა. ცდილობ ამაზე არ ვიფიქრო, მაგრამ როდესაც სახლიდან წამოვედი, ალბათ მათ გული ვადგინე. ანუ სად შეიძლება იყოს? მამა შენი ისეთ სულად მოგექცა. და პრინციპში დედაც არ იყო წინააღმდეგი. მაგრამ კი, გული დაწყდებოდათ. თუ გავითვალისწინებთ იმას, თუ როგორ მიწავს მოინდომა ტოფის მამამ. იმდენი ფული გადაიხადა ტოფის დაბრუნებაში. დგებადი ხმაურიანი კაცია. იცი მგონი ეს სახელი არ შეეფერება. ის სახელი არ შეეფერება. ნამდვილად. რა უნდა ვქნეთ? არ ვიცი. ნეტავ ცოტა მიწა და წყალი გქონდეს. სტიქის მართო გჭირდება. მეტეორის სამაჯურზე რა სიტყვი? შეგიძლია ხერხი გააკეთო. სამაჯური ბანაკში დავტოვე. მაშინოდა რომ წამართმევნეთ. მეთქი როგორც იქნება გამოგვადგა. ოფლისგან? კარგად ხარ? შვენი. რა საკეთებ? წყალს გამოვიმუშავებ. ოპა. კატარა, გენიოსი ხარ. ოფლიანი და სუნიანი გენიოსი. ეგ თუნდაც ზედმეტი იყო. მაგრამ კარგი. ეს კაცი ზედმეტად ძლიერია. ცეცხლს თავის ტვინიდან ისვრის. თავზალკე უნდა წავიდეთ. ორივეს ვერ დაგვედევნება. მარტო შენ სჭირდები და აზრი აქვს. პირდაპირ უზაის წიგნს დაეტაკა. ადექი. თავი გაუყინა ტიპს. დამჭირედაც უბრალოდ გაიქცევიან?
რა? მოვიფიქრე, იმ კაცისთვის იდეალური სახელი მაქვს, ცეცხლის მრქვეველი კაცი. მოჩახ ზოგა, ახლა კი უნდა წავიდეთ, სანამ ცეცხლის მრქვეველი კაცი დაგვიჯერს. ხედავ, ეს სახელი უხდება. გეუბნებით, ვიღაცა აფეთქების ბრძანებელია. ძალიან დავიღალე. ქორო, შენ როგორ ხარ? პატარა ზარმაცი ჩიტი ხარ. კატარა, შენი დახმარება მჭირდება. რა არის დაბ? მინდა რომ ჩემ მაგივრად რაღაც დაწერო. მინდა ჩემ მშობლებს წერილი გავასწრო. სიამოვნებით დაგეხმარები. ესეც ჩვენი ქორი. რელიზი მოამზადა აჭარა.net.com-მა. სად გაფრინდა ქორი? იმედია დაგვიბრუნდება. იმედია მართლა დაგვიბრუნდება, იმიტომ რომ მართლა შეგვიძლია გამოვიყენოთ. ესე იგი ეს იყო ავატარი, მესამე სეზონის მეშვიდე სერია. ძებნილი. რა ვთქვა? კარგი სერია იყო, მომეწონა. კიდევ ერთხელ შევხედეთ ტოფის და კატარას თემას, ურთიერთობების თემას. და სიმართლე გითხრათ, გამიხარდა, იმიტომ რომ წინაზე მეორე სეზონის მერვე იყო მგონი, ხო? მერვე სერიაში თითქოს და შევიდნენ, მაგრამ ისე მომეჩვენა, ანუ რაც იჩხუბეს იმის მერე, ტოფი კი დაგვიბრუნდა, მაგრამ აი კონკრეტულად ტოფის და კატარას ურთიერთობის თემა ასე მომეჩვენა, რომ დაუსრულებელი იყო, აკლდა რაღაცა რა, ერთი სცენა. თუნდაც ერთი სცენა. ამ სერიაში კარგად შესწრეს ამის გადმოცემა და არც დაუკრა მაგის გამო. რა თქმა უნდა, ტოფს ენატრება თავისი მშობლები და რა თქმა უნდა, დამნაშავედ თulis თავს და კი, მამამისი და დედამისი სულად მოექცნენ, მაგრამ რა თქმა უნდა, ახლა მშობლებსაც ენატრებათ, იმიტომ რომ ტყუილად კი არ გაგზავნიდა მამამისი. ანუ თან მამამისი მეფიქრა რომ ავარტარ მომოიტაცა. ან მომოიტაცა ტოფიდან. ტყუილად კი არ გაგზავნიდა ქსინფუს და რა ქვია იმას იუს მგონი, მასწავლას ასე ერქვა. თან ახლა ტოფის მშობლები შეიძლება ვნახოთ ისევ. შეიძლება არა, რომ არ ვნახოთ დადგული არ დამწყდება, მაგრამ კარგია რომ ტოფმა იფიქრა კიდევ ერთხელ მათზე. კატარაზეც ხო, სოკამაც ახლა აღიარა რომ კატარა ყველას გვივლისო და დედამისთან დაკავშირებით. კი, დედამისის კვება, მე მაინტერესებს მართლა, როგორ მოკრეს. როგორც მე ვიცი, დედამისი ბრძანებელი არ ყოფილა, ბრძანებელი იყო პაკუ. სწორედ ის, ანუ კანა ბებია მისის ქმარი. ბაბუა მის ხო, ბაბუა გამოდის რა ახლა. და როგორც თქვეს, მშობლები კატარასი და სოკასი არც ერთი ბრძანებელი და არც ერთი იყო ბრძანებელი, არც დედა და არც მამა არის. და რატომ მოკრეს? ანუ როგორც მე ვიცი, ხოცავდნენ მარტო ბრძანებლებს, ასე თქვეს, ბრძანებლები ამოწყვეტეს ზოგიერთებმა. კატარას დედა რავი. რა ვთქვა. გავიგებთ შეიძლება მე, კი არა და დარწმუნებული ვარ გავიგებთ. იმიტომ რომ არა ეს ახლა ეს ისეთი თემა რომ თავი დავანებოთ. მაგრამ შემდეგი სერია უნდა დავიწყოთ ამოჭრილი დაბრუნდები მერე. დავიწყეთ ბატონო. ავატარი ჰაერის უკანასკნელი ბრძანებელი მესამე სეზონის მერვე სერია 3, 2, 1. რელიზი მოამზადა აჭარა.net.com-მა. ჩვენ წინ სამხრეთ პოლუსის წყლის ვაიმე ახლა ეს წყლის მმართველია. საშინელი გახმოვანება? მიერ არის გაყინული. ჯერ კიდევ მაშინ, როცა პატარა ვიყავი. ის ცეცხლის ხალხის პირველი შემოტევის დროინდელია. ლეგენდა გვიანდობს, რომ პირველი წყლის მმართველი მთვარე იყო. რა? წინაპრებმა ნახეს, როგორ იზიდავდა ის წყალს. ერთი ინტროს სად იყო და მეორეც ერთი ყოველთვის ვგრძნობდი, რომ ღამით წყლის მართვის უნარი მიძლიერდებოდა. რას აკეთებ? საკუთარ წყალს გამოვლინუშავებ. ციგნი მესამე, ცეცხლი. აჩენდება. ცეცხლის მმართველი.
სისხლის მმართველი სერიას დავიკითხე Puppet Master. რომელიც სისხლის მმართველი, კაცო? უცებ ქვემოთ ბნელი ოთახიდან რაღაც ხმა მოესმათ. ჩილაღდნის შუქზე ლანდი გამოჩნდა. და მათ დაინახეს, როგორ მოუქნია მან ცეცხლის ალს მახვილი. და არავის არ შეეშინდა. აჰა. მე პირადად ხმალაღმართული კაცის ამბავი უფრო მომეწონა. მე კი წყლის ტომის ამბას მოვისმენდი სიამოვნებით. არა მოიცა, მე გიამბობთ, ეს სამხრეთ პოლუცელთა ტომის ნამდვილი ამბავია. ვიცი ეგ შენი ამბები. ორ მოკლედ გაგიგია რაღაც. არა, ეს დედა შეემთხვა. აა ერთ სამთარს, როცა დედა პატარა გოგო იყო, სოფელში რამდენიმე კვირა ქარბუქი მძვინვარებდა. ერთი თვის თავზე დედას გაახსენდა, რომ ქარბუქის დაწყებიდან თავისი მეგობარი ნინი არ ენახა. დედა და კიდევ რამდენიმე ადამიანი ნინის ოჯახის მოსანახულებლად წავიდნენ. იქ რომ მივიდნენ, სახლში არავინ დახვდათ. ცეცხლი დამთებული იყო, მაგრამ მასთან არავინ თმებოდა. კაცები გარეთ გავიდნენ საძებრად. დედა სახლში დარჩა მარტო. უეცრად მან ხმა გაიგო. როგორც ივა, მე კი ვერ თმები. დედა შეტრიალდა და ცეცხლთან მდგომი ნინი დაინახა. ის სულურჯი იყო, გაყინული. დედა დახმარების სათხოვნელად გარეთ გავიდა, მაგრამ როცა ყოლა უკან დაბრუნდა, ნინი წასული დახვდა. მობოსყურები ხოიფხარა. მე გარავინ იცის. ნინის სახლი დღემდეც არიელია, მაგრამ ხალხი ზოგჯერ იმ სახლის საკონლიდან ამომავალ კვამს ხედავს, თითქოს პატარა ნინი ჯერ კიდევ ცდილობს გათბეს. და ბოლოს სიტყვის ვიხუმრე. მოიცა, ეს ხმა გაიგონეთ? თის ქვეშ ხალხი ყვიროდა, გარკვევით გავიგე. მოახერხეთ ჩვენი შეშინება. არა, სერიოზულად ვამბობ. თავიანთი ეგ მეგონა რომ შეგვაშინა. ზემდენი ისმინე შეშინებული ხარ. ხმა აღარ ისმის. ცოტა შევშინდი. გამარჯობა ბავშვებო. მერთო ჩემო. ბოდიში რომ შეგაშინეთ, მე ჰამა მქვია. ღამით ტყეში მარტო რატომ ხართ? აღია ხო სახლი მაქვს, აკი და წამოხვიდეთ. არ გვინდა. მირთვათ და თბილ ლოგინში ჩაწვეთ. კი, რატომაც არა. რა კი რატომაც არა. მადლობთ რომ ღამის გათევის საშუალება მოგვეცით. მშვენიერი სახლი გაქვთ. რა საყვარელი ხარ? ბავშვებო, თხილად უნდა იყოთ. იმ ტყეში ხალხი უჩინარდება ხოლმე. როგორ თუ უჩინარდება? სავსე მთვარის დროს ვინც ტყეში შედის უკან აღარ გამოდის. არ ვიცი. ჩაი კიდევ ის უნდა. სავსე მთვარე. თქვენს რომ გამები ემატება ძალობდა, როგორც ჩანს, სავსე მთვარეზე უფრო ძლიერდებიან წყლის ბრძანებლები. ოთახებს გაჩვენებ და კარგად გამოიძინეთ. ვაი, მე წარმოვიდგენია ოთახები, რა თქმა უნდა. ეს სოკას ოთახი. აუ არა. ვიცი მამა. აი, ორი ადგილია. მე ამ ოთახში ვერ დავიძინებდი, აი. ვაუ. შეშინებაზე რა გითხრათ, მაგრამ აი ნერვები მომეშლებოდა ასეთ ხმაზე. გაიღვიძე. საყიდლებზე წასვლის დრო. რა? იმ მისტერიალოს მგონი თქვენთვის რაღაც ქონდა გადანახული. უნდა დავბრუნდეთ და ვნახოთ, იქნებ უფასოდ ცოტა კომოდოს სოსისი მოგცეს. გინდა ჩემი ქალური ხიბლი გამოვიყენო, რომ იმ კაცს თავგზავუბნო. ღმერთო, ეს სერია რა ჯანდაბა. ერთმანეთს კარგად გა. ჯერ ახალი დაწყებულია და უკვე ბანანების შემდეგ პირამდე აგვექნება. ვიცი. ვიჭი უნდა გაუშვა ჰინგვას კუნძულზე რომ ჩამოიტანოს. 2 დღე მოწდა მომიწევს. ო, მართალია. ხვალ სავსე მთვარეა. და ტყეში კიდევ ერთ კაცს ვერ დავკარგავ. ხალხი ტყეში ხდება. სავსე მთვარის დროს ზებუნებრივი ამბები ხდება, არა? იქნებ ცულების სამყაროა ჩარეული. ქალაქში თუ გავივლით, ალბათ გავიგებთ, რა დაუშავა ამ ხალხმა გარემოს ისეთი, რომ სულები განრისხდნენ. მერე შენი მაგიური ხრიგები გამოიყენეთ ავატარის სტილში. სერიის სათაურია სისხლის მბრძანებელი. ეგ ყველაფერი იქნებ სახლში წაიღოთ. უბრალოდ შეგახსენებთ. კიდევ მაქვს რაღაც საქმეები. მალე დავბრუნდები.
აქ საიდუმლოებით მოცული აი მე ტოპს დავაკვირით. საიდუმლოებით მოცული ქალაქი, საიდუმლოებით მოცული ბავშვებისათვის. საიდუმლოებით მოცული. ნუ პრინციპში მართალია. თითქოს რაღაც იცის, ან რაღაცას მალავს. სიზულელია, მშვენიერი ქალია. სახლში დაგპატიშა, გასაჩერებელია. არ ვიცი, ეს ჰამას გოლდელი გამოჩენა. როცა თქვა საიდუმლოებით მოცული ბავშვებია. არ ვიცი ალბათ ის რომ 4 უცნაური ბავშვი იპოვა, რომლებიც ღამით ტყეში იყვნენ დაბანაკებული. და ნაუცნაური ამბავი არ არის? წავა, აქაურობას დავათვალიერებ. სოკა, რა საკეთებ? ასე სხვის სახლში ვერ იბოდიალებ. არაფერი მოხდება. უცებ რომ დაბრუნდეს. აი კი. ერთი იქ თუ მოხდება რომ უცებ დაბრუნდება. სხვა თუ არაფერია უზრდეობა. მაცალეთ. გაიგე რა. გაიგე. The Puppet Master. ორიგინალური სათავე. ჰობი აქვს. ამაში ზებუნებრივი არაფერია. სოკა, უკვე საკმარისად დაათვალიერე. მე ვერ ხვდები სისხლის ბრძანებელი როგორ უნდა იყო. სათამაშოების მოყვარული დიასახლისია რა. თუ ასია ეს კარი რატომ აქვს ჩაკეტილი? ალბათ შენ აისტუმრებს რომ დაუმალოს თავისი ნიკი. ნახოთ. სარიელი ოთახია. ხოლო პატარას კი უდგას. ალბათ ძირფასეულობა. სხვის ოთახში შედიხარ. უნდა ვნახო იქ რა არის. სოკა მართლა რა საკეთებ? ცუდად ვიქცევი. და ახლა შემოვა. ჰამა თუ რა ქვია რა. სახები იქნება. მოიტა. გამოგვადგა. მიდი. არც ისე ადვილია როგორც ჩანს. არ ვიცი რა ვთქვა. ეს სიგიჟია. მე მივდივარ. შენი საქმეა. მიდი ტომ. მე გეუბნით მაქს კირში რა არის. ეგრეც ვიცოდი. რაღაც სულები იქნება. სავარცხელი. ძველებული სავარცხელი. ეს ჩემი უძირფასესი ნივთია. ეს უკანასკნელია, რაც სამხრეთ პოლუსელთა წყლის ტომიდან შემომრჩა. ოპა. თქვენ სამხრეთ პოლუსელთა წყლის ტომიდან ხართ? როგორც შენ. საიდან ოპა. დავიგონეთ ტყეში ცეცხლთან რომ ლაპარაკობდით. მაგრამ აქამდე რატომ არ გითხარი? ეთყობა. ის მოწყობა მინდოდა. ეთყობა გვითვალთვალებდა. ეს იმიტომ მოვიტანე რომ თქვენთვის წყლის ტომის სადილი მომემზადებინა. ახლა გასაგებია, მაინც მაგდროს რატომ დაგვადგა თავზე. მაგრამ ოკეანის მცენარეებს გავს საკმარისად თუ მოშუშავს. მაგარი. გრძნობდი რომ თქვენთან რაღაც მაკავშირებდა. მე კი ვიცოდი რომ საიდუმლოს ანუ სისხლის ბრძანებელი. როგორც მე ვატყობ, სისხლი ბოდიში მიღებულია. წყლის ბრძანებლობის ტიპია? ერთ-ერთი. სისხლის ბრძანება. მე არ ვიცი ეგეთი რამე თუ არსებობს როგორც სისხლის ბრძანებლობა. რაღაც ოკეანის მცენარეებს არ გავს არა? მე კინკანი მგონია. მართლაც გავს. ის უნდა 5 ინგრედიენტის გაშემდგარი წვნიანი. თქვენ წყლის მმართველი ხართ. ჩვენი დომინანტ წამოსულ სხვა წყლის მმართველს არასოდეს შევხედრინა. იმიტომ რომ ცეცხლის ხალხმა ყველა გაწყვიტა. მე უკანასკნელი ვარ. აი, როგორც თქვეს. სახლიდან მომიტაცეს. ეს 16 წლის წინ მოხდა, როცა შემოტევა დაიწყო. ისინი ისევ და ისევ მოდიოდნენ. 16 წლის წინ. წყლის მმართველს იტაცებდნენ და ატყუებდნენ. ეს არის? როგორც პირველი სეზონის 19 სერიაში ეს. ცეცხლის ერის თავდასხმა. ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ, რაც შეგვეძლო, რომ ისინი შეგვეჩერებინა, მაგრამ სულ უფრო ცოტანი რჩებოდით. საბოლოოდ მეც დამიჭირეს. ჯაჭვები დამაბეს.
ოჰო ერთი ამდენი ხალხის წინააღმდეგ სკნელი წყლის მართველი სამხრეთ პოლუსელთა წყლის ტომიდან სამხრეთ პოლუსელთა წყლის ტომიდან მათ საშინო ციხეში ჩაგვსვეს აქ ცეცხლის ადამიანებს შორის რავი აბა ხოლოდ მე მოვახერხე გაქცევა კატარაც წყლის ბრძანებელია მაგრამ სამხრეთ ახლა ვიხსენდი როგორ დაიხსენით კი კატარა სამხრეთიდანაა მაპატიეთ ამაზე ლაბარაკი ძალიან მიჭირს თქვენი გამოსვლის ჩვენ დედა დაგარგეთ მაგ თავდასხმების დროს თქვენ საწოდად რომ იცოდეთ თქვენთან შეხვედრა ჩვენთვის რას ნიშნავს ეს დიდი პატივია თქვენ გმირი ხართ ვერასდროს ვიფიქრებდი თუ სხვა სამხრეთელ წყლის მმართველ შევხვდებოდი მინდა ყველაფერი გასწავლო რაც ვიცი რომ სამხრეთის ტრადიციები ცხოვრება შენ განაგრძო როცა მე აღარ ვიქნები ვაუ მეც მინდა ჩემი მემკვიდრეობის შესახებ მეტი გავიგო ეს ჩემთვის ბევრს ნიშნავს რელიზი მოამზადა აჭარანეთქომმა. არის სხვა ალბათ რამე სიგიჟეს ვიფიქრებდი ახლა მაგრამ მე ეს ქალი მომწონს და ზღვით გარშემორტყმული მაგრამ როგორც მოგზაურობისას შენიშნავდი ყველგან ერთნაირი მდგომარეობა არ არის ვიცი უდაბნოში რა მოხდი თითქოს არაფერს კეთება არ შემეძლო ამიტომაც უნდა ისწავლო აკონტროლო წყალი ყველგან სადაც ის არსებობს წყლის მართვისთვის საკუთარი ოფიც კი გამოიყენა ძალიან ჭკვიანურია კეტარა კეტარა დივით აზროვნებ მაგრამ იცი რომ წყლის გამოწურვა ჰაერიდანაც შეგიძლია ჰაერი ვაუ დაფიქრდი და მიხვდები კეტარა კეტარა სათო მოძახეთ რა ლამაზი იყო რომ არ ვიფიქრებ რა ლამაზი იყო ყინული და ხეთული ეს საუკეთესო ადგილია ცეცხლის ხალხისთვის ვერაფერს ხედავ ისეც რამაც შეიძლება სული გააბრაზოს ალბათ მთვარის სულისთვისაც შესაფერისია მთვარის სული წყნარი საყვარელი ქალბატონია ის სასმართო აუ კი და მთვარის კეთილშობილებით იუეკი კარგი ქალია შეიძლება გითხრათ რამე იმ გოგო ქალი და სრულწლოვანი არ არის რეგულაცია ისეთი რომელმაც ის ნახა და გადარჩა იმ კაცს მოხუცი დინგი ქვია საცხოვრობს მოხუცი დინგი რა მშვენიერი ყვავილებია ეს ცეცხლის შოშანებია აჰა წელიწადში ერთხელ მხოლოდ რამდენიმე კვირითი გურჩქნებიან მაგრამ ეს ყვავილები აქ ჩემი ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი მოგონება და როგორც ყველა ყვავილი ისინი წყლით არიან სავსე ერთი წყლის მართლს შევხვდი რომელიც ჭაობში ცხოვრობდა და შეეძლო ჭაობი მასში არსებული წყლით ემართა იყო ეგეთი აქედანაც მიიღო ვაიმე ეს ქალი ყველაფრისგან წყალსირა მაგრამ შროშანები ცოდვები არიან ეს უბრალო ყვავილებია რა ხარ წამოვიდა უკვე გაუგებრობა ყველაფერი უნდა მოსინჯო რომ გადარჩა დღეს ღამით წყლის ეს კი. მართლებს საუკეთესო ტექნიკას განახებ ასეთი რამ მხოლოდ სავსე მთვარის დროშაა შესაძლებელი როცა მაქსიმალური მართვის ძალა გაქვს კი მაგრამ ეს საკითხად არ არის აქ ხომ ხალხი უჩინარდება სავსე მთვარის კედარა ორი წყლის მართვის ოქროთი სავსე მთვარის შუქზე არა მგონია რამე სანერვიულო გქონდეს მე მგონია ცუდი ის პროტი კი არ არის ამა მაგრამ უბრალოდ მოხუცი დინგი ოპა ბრძანდებით ეს მაგმა დავღწო ჯანდაბა რა ვერ ხედავთ რომ დაკავებული ვარ სადაც სავსე მთვარი გამოჩნდება მაინც რატომ მეტი ახით ყველა ასე ასეთი ბებერი წარვარ მე გულით ვარ ახალგაზრდა გუჯერა გულით და სულაც არ მინდა ვიღაც მთვარის ურჩხუმა მომიღოთ ბოლო ჩვენ სამის შესახებ გვინდა და გვეკითხა კარგად დაინახეთ სული რომელმაც წაგიყვანათ არანაირი სული არ მინახავს უბრალოდ რაღაც ძალა შემიჩნდა თითქოს რაღაც მართავდა დამაძალა იმ ცისკენ წავსულიყავი ნაღდებობა გამეწია მაგრამ თავს ვერ ვაკონტროლებდი სულ მაიქ ზემოთ განუხაბულში შემიყვანა სისხლი აუ თაფით მასტერ ამით ქვია მოიცა მაგრამ მე ზემ გამოვანათა და ისევ დამიბრუნა ანუ სისხლის ბრძანებლობით შეუძლია ადამიანის სხეული მართოს რატომ და სულ ხალხის თაზე აყვანა
არა, გახსოვთ ყვირილის ხმა რომ გავიგებთ ასთან. დაკარგული გლეხები ჯერ კიდევ იქ უნდა იყვნენ. გასაგებია. ანუ სისხლის ბრძანებელს შეუძლია ეგ? ნუ ჰამას ამ ქალს. მათი ხმა მესმის. აქეთ წამომყევით. ესე იგი სისხლის ბრძანებლობა არის წყლის ბრძანებლობის ტიპი. სავსემთვარისგან მომავალ ძალას გრძნობ. მთელი თაობების ასწორებდნენ ამ ძალით. ის გვაძლევს ენერგიას, რომელიც საოცრებებს გვაკეთებინებს. ასეთი ძალა ჩემში არასდროს მიგრძნია. არასდროს. ეს ახლა იქნება. ეს ადგილია. იქ ვერაფერს ხედავ. მიაბარისთვის ყავართ. ჩავხტეთ. არ დავარწმეს ლითონის ბრძანებლობა. არ მეგონა სული ხალხს ასეთ უატყობებდა. აქ ვინ მოგიყვანათ? სულს არ მოვუყვანიღარ. ჯადოქარი იყო. ჯადოქარი? რას გულისხმობთ? ჩვეულებრივ მოხუც ქალს გავს, მაგრამ ხალხს თავის ჭკუაზე ატარებს როგორც სათამაშოების ოსტატი. ჰამა. ჩვენი გასპინძელი. თავიდანვე უცნაურად მეჩვენა. ამა უნდა შევაჩეროთ. ანუ ცეცხლის ხალხს ატყუებს. ეს რა არის ახლა? ბუს და კატას გაერთიანება თუ ჭოტის და კატას? იმ საზიზღარ ცეცხლის ხალხის ციხეში აღმოვაჩინე. ცველები ყოველთვის უდას მიგვიმალავდნენ წყალს. შრალ ჰაერზე გვამყოფებდნენ და მიწას მოცილებულები ვყავდით. სანამ წყალს მოგცემდნენ ხელფეხს გვიბამდნენ რომ არ შევხებოდით, მაგრამ ყოველთვე მაინც გვგრძნობდი როგორ მასებდა სავსემთვარე თავისი ენერგიით. რაღაც უნდა გამეკეთებინა გასაქცევად. შემდეგ მივხვდი რომ სადაც სიცოცხლე იყო წყალიც იქნებოდა. ვირთხები რომელიც ჩემთან საკანში დაძრებოდნენ სითხით იყვნენ სავსე და მე წლები გავატარე გასაქცევად ჩემი ახალი უნარის გამომუშავებაში. ვისწავლე წყლის გაკონტროლება სხვა სხეულში, როცა ჩვენს ტყუაზე ატარებ. როცა ვირთხებთან დავოსტავდი რომ ადამიანების სამართავად ვიყავი მზად. და შემდეგი სავსემთვარის გამოჩენისას მერთო ჩემო. თავისუფლად მოტაცების შემდეგ. საკანი მცველმა გააყო, მე რომ ყარაულობდა. როცა ამ ტექნიკას გაეუფლები, გააკონტროლებ ყველას და ყველაფერს. სხვებში შეღწევა და მათი გაკონტროლება? არ ვიცი მჭირდება თუ არა ასეთი ძალა. სხვა არჩევანი არ გაქვს. ეს ძალა არსებობს და შენი ვალია გამოიყენო ის უნარი, რომელიც ამ ომის მოსაგებად მოგეცა. კეტარა, მათ უნდათ გავენადგურებინოთ, გაენადგურებინათ ჩვენი კულტურა. დედა შენი, ვიცი. მაშინ ისიც უნდა გაიგო, რასაც ახლა გეტყვი. ჩვენ სამხრეთული ტომის უკანასკნელი წყლის მმართველები ვართ. ამ ხალხს ყოველთვის შევებრძოლებით, როგორც კი ამის საჭიროება გაჩნდება. ყოველთვის შევებრძოლებით. მე შენ ხარ ის, ვინც ხალხს იტაცებს სასემთვარისას. კი ბატონო. მათ ციხეში ჩამსვეს ამოხალყობად, ჩემს დებთან და ძმებთან ერთად. ისინი შურისძიებას იმსახურებენ. შენ ჩემს საქმე უნდა განაგრძო. არ მინდა სისხლის მართვის უნარის გამოყენება. პირველად ახსენეს. უნდა გესწავლა ეს ტექნიკა, სანამ ჩემთან შებრძოლებას გაბედავდი. ჩემი სურვილის წინააღმდეგ ვერაფერს იზამ. მე ვაკონტროლებ ყველა კუნთს, ყველა ძარღვს შენს სხეულში. მიდი კატარა, წყლის ბრძანებელი ხო ხარ? შეეცადე წინააღმდეგობა გაუწიო. შეჭერდი. გთხოვ. კარგი, ახლა უკვე ცოტა ბოროტ თვისებებსაც ამიშკამებს. ოპა. წყალი. სცენარებისგან დაიწყო წყლის სამოხერხება. შენ არ ხარ ერთადერთი, ვისაც
მთვარე ძალას აძლევს. რა თქმა უნდა. ძლიერია ჰამა. შენი ხრიკები ჩემზე არ მოქმედებს. ოფო. წყლის ბრძანებლების ბრძოლა. კატარა. ჩვენ ვიცით რასაც ჩადიხარ ჰამა. დაგნებდი. ჩვენ მეტნი ვართ. არა. თქვენ სათვალავში ჩასაგდებიც არ ხართ. ნუ რა თქმა უნდა. ჰამა და სოკასაც და ანხსაც იკანებს. გაჩადი. ასაჩინელება. ასე ჯობია, ნამდვილად ჯობია. ეს სერია რაღაც არ ვიცი, ჰელოუინის სერია თუ რა არის? შავო კეტარა. დარც მისცე უფლება ერთმანეთს დაუშავონ რამე. სისხლის ბრძანებლობა. რელიზი მოამზადა აჭარა netcom-მა. იორგო, შენ სამუდამოდ საკანში იქნები გამოკეტილი. მე ჩემი მისია შევასრულე. გილოცავ კეტარა. შენ სისხლის მართველი ხარ. აუჩ. კარგი შევწდი. აღიერებს შევწდი. ესე იგი ავატარი მესამე სეზონის მერვე სერია. სისხლის ბრძანებელი, ნუ ზეფაფით მასთან არის თარგმნება როგორც სისხლის ბრძანებელი, როგორც თარგმნეს, იმიტომ რომ სისულელე გააკეთეს სიმართლე გითხრათ, აი ტყუილად დაგვასპოილერეს, რომ სისხლის ბრძანებლობა არის, წარმოგიდგენთ უბრალოდ ზეფაფით მასთან რო ეთქვათ. მე პირველ რიგში ვიფიქრებდი იმას, რაც ჰამამ თქვა, რომ ეს არისო ადამიანის სხეული წყალს რო შეიცავსო, მე მეგონა კიდე მაგიტომაც, იმიტომ რომ ერთი მომენტი იყო მახსოვს ნარუტოში მსგავსი, ხმის ის იყო გერის ხალხი ატარებენ ადამიანის სხეულში ზუსტად ამ ხმის დალევს, იმიტომ რომ წყალი ხმას ატარებს და ადამიანის სხეული შეიცავს წყალს. დაუკავშირებდი რა, ლოგიკურად ვიფიქრებდი რომ მაგაში იყო საქმე, მაგრამ სერია თარგმნეს როგორც სისხლის ბრძანებელი და რავი. ჯობდა ზეფაფით მასთან მეთოჯინების ოსტატად ასე ეთარგმნოთ პირდაპირ. სისხლის ბრძანებელი გამეტანი დიდი სპოილერი იყო. წარმომიდგენია უბრალოდ ჩემი რეაქცია, როცა აღმოვაჩენდი რომ სისხლის ბრძანებელი არის ეს ქალი. ჯერ ერთიც სისხლის ბრძანებლობა ასეთი რამ თუ გამოჩნდებოდა, არ ვიფიქრებდი. ყველაზე საშიში სერია ეს, აი იმენეს, აი როგორ თქვა, Gravity Falls-ში იყო ჰელოუინის სერია, უბრალოდ გასართობი ჰელოუინის სერია. აქაც იყო ერთი-ორი საშიში მომენტები, ესეთი ბნელი და საკმაოდ დრამატული სერია, მაგრამ საშიში როგორც ასეთი არ ყოფილა, ეს სერია საშიშიც იყო. ისეთიც იყო, რა ქვია, სასტიკიც იყო და დრამატულიც იყო, იმიტომ რომ საბოლოოდ ჰამა ბოროტული თვისებები გამოამჟღავნა ბევრი, მაგრამ ვერ ვიტყვი რომ თლად ბოროტი იყო, ვერ ვიტყვი რომ თლად დამნაშავე იყო, იმიტომ რომ მოიტაცეს და გატყვევებული ჰყავდათ. წყალსაც სანამ მისცემდნენ, მანამდე აბავდნენ, აგერ გვანახეს კიდე როგორც იყო სიტუაცია და მოუწია, სხვა გზა არ ქონდა გადარჩენისთვის, გამოღწევისთვის
სისხლის ბრძანებლობის შესწავლა, რაც საკმაოდ ტრაგიკული იყო მე თუ მკითხავთ, იმიტომ რომ თავდაპირველად უბრალო მეომარი იყო წყლის ტომიდან და ასეთი რამ შემთხვევა, რომ არ გაიტაცებინათ, შეიძლება საერთოდ ვერც გაიგებდა, რომ სისხლის ბრძანებლობა შეეძლო. მაგრამ ახლა კატარა სისხლის ბრძანებელია. და როგორც მე მივხვდი, მარტო სავსე მთვარის დროს შეიძლება ბრძანებლობის გამოყენება, სხვა დროს არა, ანუ ასე თქვა, სავსე მთვარის დროსო ისე გავუსვა ჰამამ ხაზი, რომ სხვა დროს არანაირად. იმიტომ რომ გამოგვადგება ხოლმე მართლა ეგ. თად ახლა რო ვთქვა, რომ ძალიან ძლიერი რამე არის, ახლა არც ისე, იმიტომ რომ ლიმიტიც ექნება უეჭველი, რომ რამდენი კაცის მართვა შეუძლია, მაგალითად ჰამამ გონახეს სოკას და ანგს რომ მართავდა და რავი. არ მგონია რომ 2-ზე მეტი ჰაჯანდება 3-ზე მეტი კაცის მართვა არ მგონია შეეძლოს. მაგრამ ნახოთ. დარწმუნებული ვარ კიდევ ერთხელ მაინც გამოაჩენს კატარა ამ ძალას და თუ ლიმიტი არ არის და მართლა ასეთი ძლიერი არის ბრძანებლობა, მაშინ ლოგიკური იქნება, რომ სავსე მთვარის დროს შეუძლიათ მარტო გამოყენება. რავი, მეტი რა ვთქვა. კარგი სერია იყო. ნამდვილად. და გემშვიდობებით ახლა. სათქმელი ნამდვილად არაფერი მაქვს. იმედია მოგეწონათ ეს ვიდეო, თუ მოგეწონათ არ დაგავიწყდეთ დალაიქება, არ დაგავიწყდეთ არხის გამოწერა და ზარის კლაკის გააქტიურება. მადლობა ყველას მხარდაჭერისთვის, ვეღარ ვილაპარაკობ უკვე. კარგად დანდებოდეთ.